ვაიმე, გავფაქტეთ ბიჭო. გამარჯობა. ალბათ ბევრმა ნახეთ ლაშა გელაშვილის ფოკუსების ვიდეო. ფოკუსების მოკუსების. ჩვენც უყურეთ ვერ მივხვდით რა ხდებოდა, მაგრამ მე დავფიქრეთ. და ყველაფერი ამოვხსენით. მგონი. Exposed. ლაშა გელაშვილი exposed არის ეს ვიდეო. დღეს ვამთავრებთ ლაშა გელაშვილის კარიერას. მოებზადოთ. შევხედოთ. მოკლედ, ვისაც არ გიყურებიათ, ეს არის ვიდეოს სახელი. ექსპერიმენტი მოიგებენ ოსკარს ნიკა გრიგოლია და ილო ბერაშვილი კითხვის ნიშანი. ხო, დავიწყოთ ახლა ყურება. აქ არის 4 ექსპერიმენტია, ან ფოკუსი, რასაც დავარქვით და ჩვენ ხა ყველას გავანადგურებთ. ოღონ დავიწყებთ მეორედან, იმიტომ რომ პირველი არ ვიცით. არა, ყველა უნდა ამოვხსნათ. კაი, ყველა ამოვხსნათ, დავიწყოთ. პირველ ფოკუსში აკეთებს ასეთ რაღაცას. და ხმა არ არის შარტული. ხო, ახლა ამას გადავახო, იმიტომ რომ ახლა რავი, თუ გინდათ ამ ხალხის ბოსმელა, თქვენ უყურეთ ორიგინალურ ვიდეოს და მიეცით მათ ეს ნახვა და ლაიქები. ჩვენ უნდა განვიხილოთ, ახლა უნდა გავანადგუროთ. წავიდა, პირველი ექსპერიმენტი არის ასეთი. სამ დავიწყეთ პირველი ფოკუსის ყურებას, აგიხსნით, რომ უნდა გამოიცნონ ნიკამ და ილომ მართლა შესაძლებელია თუ არა ეს ფოკუსი. უყუროთ. ექსპერიმენტის დროს, აი აქ შემოვა კონვერტი, სადაც კითხვის პასუხი წინასწარ არის მოთავსებული. ეს უბრალოდ იმიტომ, რომ მხოლოდ ჩემს უკვე იტყვება. შესაძლებელია. ან შეუძლებელია კონვერტში არსებული პასუხი ყოველთვის დაადასტურებს ჩემს სიტყვას. დასტა წარმოებული, სადაც მინდა რომ პირველ რიგში ჩვენმა მაყურებელმა და აგრეთვე თქვენს დაადასტუროთ, რომ ყველა კარტი არის განსხვავებული და კამერამ თითქმის ხო რასაც ხედავ უცებ ერთი ამის დანახვით გამორიცხულია მთელი კალო და დაგიდასტურებ, მაგრამ გენდობი, ამაში გენდობი. არ არის პრობლემა, ესე გაგიშლით, ნახეთ? აი ესე გაგიშლით. ახლა ხო უფრო კანათლად ჩანს. ყველა კარტი განსხვავებული. ილო, მე მაქვს შენთან ერთი პატარა დავალება. ვიცი რომ ბევრი ფოკუსი ნანახი გაქვს. თუმცა ალბათ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ილუზიონისტი დასწინდან მაყურებელს კარტს არჩევნებს, ძირითადად ეუბნება რომ აი გადავშლი და კარტი ამოვიღე. ან მაგალითად ჩამოვშლი და სტოპ მითხარი. მსგავსი ხო არ გვექნება, მე უბრალოდ დასწრას გადავშლი, შენ უნდა ჩაიფიქრო რომელიმე მათგანი. შენ პირდაპირ უნდა ჩაიფიქრო ერთი კარტი. წათხარ? გადაგიშლი, სულ რამოდენიმე წამი გექნება. კარგი? წათხარ? აი, მინდა რომ ერთი კარტი ჩაიფიქრო. კი. ჩაიფიქრე, ერთ კარტზე ფიქრობ. საინტერესო, მე წარმოგიდგენ ამ მაგ შენ რა კარტზე ფიქრობ. სამაგერო თქვენ მაგ წარმოგიდგენ. შენ რა თქმა უნდა უაუცილებლად ნიკასაც არ აქვს წარმოგიდგენ რა კარტზე ფიქრობს და ჯერ ვერ გავიგებთ ნიკას ამწუხავთ რა. იცი რა მე მისი საყვარელი კარტები ვიცი და. ხო მაგრამ ამ დასტაში სული დასტა 52 კარტები, ორიანებიც 3-იანიც, 4-იანიც, 5-იანიც და ასე შემდგომ ტუზის შატი. მაინტერესებს შენს მიერ ჩაფიქრებული კარტი დაბალია? არა შე. ისი ახალგაზრდობაც არის ცოტათი. მე რაღაც ერთ ნაწილზე გადავჭრი. ოკეი. და ხმამაღლა დაასახელე რა კარტზე ფიქრობ. დამაგული. ახლა მე მაგ ერთ კარტზე გადაჭრი. რაღაცა კარტზე უკვე მე ვერ შევცვლი რაღაცას, ერთ კარტზე მაქვს გადაჭრი. მე ამ კარტს რომელზეც გადავჭრი, გამოვწევ, აი ესე, ზუსტად ამ კარტს, აი, ზუსტად ამ კარტს და აი ესე შენ წინ დავდი. ბოლოს ჯერ არ ვნახულობთ. არ ვნახულობთ. ეს არის ერთ კარტზე, რაღაც კარტზე გადავჭრი. დასტაში კიდევ ერთხელ რომ ვაჩვენოთ, რომ შენ ნებისმიერი კარტი შეგეძლო ჩაგეფიქრებინა, მაგრამ არ ვიცი რა ჩაიფიქრე. აი აქ კარტი რომელიც მე გადმოვდე და ეს ხუთს დავადებ, არავინ არ ნახოს, ზუსტად დამაგული. ეხლა შენ გადაწყვიტო, შენ რა თქვენ გადაწყვიტოთ, ეს არის შესაძლებელი თუ შეუძლებელი. მოდი შევაჯამოთ. ჩაიფიქრა ილომ ერთი კარტი, ოღონდ ჩაიფიქრა გაშლილი კარტების სიიდან და მე ლაშა მეო გამოვიცნობ ამას და არა მარტო გამოვიცნობო. არამედ ზუსტად მოჭრა კარტების, ასე ვთქვათ, დასტა იმ ადგილას. ეხლა მოდი გავყვეთ სათითაოდ. მე რა აზრები მაქვს, კეთო. ბიჭო, მოჭრის ნაწილი მე მგონი ყველაზე მარტივია მანდ. ხო, მოჭრა ყველაზე რთული არის გამოცხადა, იმიტომ რომ მოჭრის ნაწილი რთული იქნებოდა, რომ აეჩეხა ეს კარტი. და მე მოეჭა, იმიტომ რომ მე მართლა რაღაც უნდა გაერთხა და ვაფშე არ აჩეხილა კარტი. ესე იგი, მოჭრის ამბავი ყველაზე მარტივია, ყველაზე რთული აქ არის, რომ გამოიცნოს ეს კარტი. მე რა მგონია, იცი? მე მგონია, რომ ანუ ეგ ნაწილი რომ ჩავთვალოთ ახლა, ხო მივედით მაგამდე რა, როგორც შენ თქვი, რომ ნახე, მოდი აი ამას დავაკვირდეთ. არა, მართლა გეუბნები, ეს ახლა მეორე. ეს ჯერ ბოლომდე არ ვნახოთ თუ გააკეთე თუ არა? ნუ ახლა ყველა მის რომ გააკეთე. ხო და მივუყავთ ბოლომდე ფოკუსი. კაი. გავწუროთ მაგას. მოდი გაწამე. აუ შენი დედავატირე რანაირად? შენი თეორიაზე ეგრევე. ჩემი თეორია ჩავარდა. შენი თეორია ჩავარდა ეგრევე. კაი, ამაზე მე დაუბრუნდები თამაშს რატო ჩავარდა ჩემი თეორია, მაგრამ გამოიცნო. არაფრიდან გამოიცნო. აი ხა მოდი მივყვეთ მე რა აზრი მაქვს პირდაპირ გეტყვი. მე უკვე ვიცი პასუხი და მიდი თუ გამოიცნო. მოკლედ, ნახეთ მხედველობის ცენტრში არის ეს დამაგული. სულ უკვე შთააგონა რომ დამაგული. შთააგონა რომ დამაგული უნდა, ნახეთ თვალებში უყურებს. ეს მეუბნება თვალებში მიყურეო
და უნდა რომ ეს დამაგული ან დამაგული ან კაკო არჩევინოს. და თან ეს ხელი, ყალბი ხელია და ქვევი და მაგის ქვევიდან უღიტინებს. მანიპულაციას ახდენს. ბიჭო, მაინც აქ სერიოზულად გახლა. შეხედე. აი მართლა შეხედე. ბიჭო, მაგრამ მე გაშალა კარტი და მაქედან აირჩი. მაინც დამარყოფლა, ათიანი ყოფილა. აუ, მაშინ ბავშვი. არ არის თქო თამას არის. მაიცა. თამას არის და არის. დამა საერთოდ არ არის აქ. მაცნე გაშალოს კარტი. კარტს ხოშლის მე. ერთად მოდი, ახლა არჩევამდე ხოშლის კარტი. ხომ არ დავაგულეთ, აქ დამაგული არსად არ ჩანს. ხედავ? რაღაც თუ არ არსებობს. ბიჭო, ლოგიკაში გამოვყო. აი აქ დამაგული არ ჩანს არსად, შეხედე. გაშალოს კარტი მაიცა. მე უკვე მაგ ჩემი თეორია. გაჩი რას ეკეთებს? აქ ახლა ვერ ხედავთ და სიერად. მაიცა თუ გვანახებს? კაი, არ გვანახებს. არ ჩანს რამე? არაფერი არ ჩანს. არ გახარებიერი თეორია, მე მაქვს. მოდი ჯერ გადავახვიოთ, აქ ნახოთ ახლა რა ხდება თანმიმდევრობით რა. ბიჭო, ყველა თავიდობა იცი, არჩევინა და მე მოჭრა და მე სკურჭა რა. მაინც შევხედოთ ერთხელ. არჩევინა. ახლა გაშალა. მაინც აი ხა აქ ხედავთ ახლა. და ეგრე უკვე ჩაიფიქრე კაცო. აი დამაგული. ხო. მე რა. ვაიმე, გავფაქტეთ ბიჭო, დამაგული, კიდე დამაგული. მოდი მართლა გავ. 27 დამაგულია, ვაიმე. მოიჭო და მართლა გავფაქტეთ, შეხედე. ყველა 27 წელი დამაგულია. დამაგული. բայց აბა ეცამ кай ხარ შე. 7 ეყო, ვაიმე ბიჭო, გაიფაქტა ხო არ გადაო. 4 კარტი ატრიალებს 5-ზე. ვაიმე. ბიჭო, ამას რო გამოიწვევ და არ ვიცი. აბა საღადაოდ მიწახით და თორე მართლა ამას. ნახე, დამაგული. და იქაც იქნება ერთი. იქაც 7-იანი, 3-იანი, 3-იანი, 5 კარტის თანმიმდევრობა აქვს ლუპზე გაშვებული. არა 10-იანიც არის. ბიჭო, ნუ რა მნიშვნელობა აქვს რა დამა ვალეტი, აქ დამა ვალეტი, 2-3, დამა ვალეტი 2-3, ხო არ გადაო. მაიცე მაგრამ ყურე, იქ რო გადაშალა ბიჭო. ხო. ყველა კარტი განსხვავებულია მე. ვინ დააკვირდებოდა მას? არა, დააკვირდა ბიჭო მაგ მომენტში. ბიჭო, დააკვირდა, მაგრამ შეხედე და კარტი გაცვალა მე. წითელი შავი, ანუ ხო, შეიძლება გაცვალა კიდევაც, რა ვიცი, მაგრამ ანუ აშკარად, ნახე, აგერ დამაგული, აი ეგერ დამაგული ზუსტად. მაიცე ვერწავით. ბიჭო, ამჯერ ახლა მართლა ამ. ვაიმე. აი ერთხელ დავაკვირდეთ მაიცე. მიდი. აქ გესწრაფა მაგიტო დაითრია და აიღო. კი, ნახე, დიდხანს არ აყურებინებს. კი, კაცო, დამაგული. ვაიმე, ბიჭო, აი მე გაიფაქტა. ამის ეს არ ანუ შენი ძახი რომ მართლა არ გამოსდის მაგია გიორგი. ბიჭო, ხომ არა, გეონები. გაიფაქტა. მე მეგონა არ ყოფილა ფოკუს მილუს ეს მაგია არ არსებობს თორე. მე რას ვამბობიცი? მე ის მიყვეს რომ ჩვენ გამოვიჭირეთ. აიგე? ეს კადრი ვაფშე არ უნდა ყოფილიყო და ვერ მივხვდებოდ. იმენა აი ამ სამწამიანმა კადრმა ხო არა. სადაც შეხედე. ხო არა. ახლა ჩვენ შევხედოთ მასე. expose video გამართლა გამოვიდა. პირველი ექსპერიმენტი და ფოკუსი არის. დავай 200 ლარი. შვედია. დავай შემდეგი. მოგლედ მეორე ექსპერიმენტი რაც ჩაატარა, მეორე ფოკუსი იყო შეუძლებელი, ასე რომ მაგას გადავახტე. მაგრამ მე გავაკეთებდი. ნუ ხო, შენ გამოგივიდოდა. უჭველი. მაგრამ ვით ორიგინალ ვიდეოს უყურებთ, ძალიან გაუმართლა, აი ძალიან გაუმართლა, კიდევ დაიჯერეს. კაი, მესამე ექსპერიმენტი, ესეც იყო ნამდვილი და ახლა მოდი ამას გავხედოთ. ეს იყო ძალიან ფოკუსი მოგედა, ეს ვიდეო ნაყურები თუ არ გაქვთ, ჯერ ამას უყურეთ და მე რო უყურეთ ვიდეოს, უჭველი. რა თქმა უნდა. ძალიან საკაიფო ვიდეოა. ზუსტად მაგარ რაღაცს აკეთებს, იმსახურებს, იმ ლაიქებს და ნახვებს, რასაც უნდა იღებდეს, ასე რომ და ლეველები უნდა აწიოს რა, თორე და ჩვენც რო ისე დამას ვაკეთებთ უბრალოდ რა რაღაც. მოგდი ის ავსვათ. ეს ამ ვიდეოს შეწერა დავიწყეთ გადაობით, რომ ვითომ აუხსნით ფოკუსებს როგორ აკეთებდა ყველა ფოკუსს, მაგრამ მართლა შემთხვევით გამოვიჭრეთ, რომ ამას აკეთებდა თორე. მიზანი ვაფშე არ იყო, რომ გამოვიჭრეთ და ვიდეო ჩავწეროთ და გავაშავოთ და არა, შემთხვევით გამოვიჭრეთ და ვთქვით. ხო, ხურობას ვაპირებდით და ამასთან ერთად ანუ არანაირი დისრესპექტი აქედან არ არის რა. არაგაც ვაფშე. უბრალოდ ამას მომენტში რა ნებისმიერ დავგოიმდებით ამაზე და ახლა ფოკუსი თუ 2 დღის მერე ვიდეოთი ვიღაცამ გაშიფრა ეს რა ვიცი მართლა ჯადოქრობას უნდა აკეთებდეს ეგ რო ვერ გაშიფრო. რა გავაგრძელოთ. გადავიდეთ მესამე ექსპერიმენტზე და ახლა ნამდვილად საინტერესო ექსპერიმენტი უნდა ჩავატაროთ. თუმცა სანამ უშუალოდ კითხვაზე გადავალ, ძალიან მნიშვნელოვანია ნიკა შენ უნდა გთხოვო, რომ ჩაიფიქრო ნებისმიერი ზოდიაქო. შეიძლება აუცილებლად ის არა რომელიც შენ ხარ. შეიძლება სხვა ზოდიაქო ჩაიფიქრო, მაგრამ შეიძლება ის ჩაიფიქრო რომელიც შენ ხარ. შენ გავწყვეტ ერთი ზოდიაქო მინდა ჩაიფიქრო და ასევე მინდა ჩაიფიქრო ერთი რომელიმე ქალაქი. მაგრამ წარმოგიდგენთ რომ არსად ახარ ნაყოფიერ
პირველად მიდიხარ და გეკითხებიან რომ რომელ ქალაქში წახვიდები სამოგზაუროდ. აი მინდა რომ ესეთი ქალაქი ჩაიქრო. ჩაიქრე? კარგი. ახლა მინდა რომ გავმართვა ფუცელი, კალამი და ვიდარ და გარკვევით, რომ მაყურებელს უნდა ვანახოთ, დაწერეთ ჯერ ზოდიაკო და შემდგომ ქალაქი. იო, სანამ ჩვენ ნიკა წერს თავის გადაწყვეტილებას, მინდა გთხოვ ერთი პატარა დავალებინა. მოდი სამ ამ ფოკუსს უყურებთ. ეხა იმ ფოკუსზე გაჩნდა კითხვა. ბიჭო, მაინც ეყურე ხო ატკლებდა 4 კარტს. მაგრამ იქ რომ მოჭრა. მაინც ხო ის ესეთი მაინც ხო დაისვა, ალბათობას თამაშებოდა? ხო, მაგრამ კარტის დამრიგებელი ხალხი ვინც არიან და კარტთან თამაშობენ, ნებისმიერ ადგილას შეუძლია მოჭრას, რა მაგის ტექნიკები აქვს. ბიჭო, არა მოჭრას ჯერ მოჭრა. ხო. და მე თქვა იმან დამაგული მაქვს არჩეულიო. არა, ჯერ თქვა დამაგული. ჯერ მოჭრა და დამაგული მე თქვა იმან რომ ჯერ გითხრა მაღალია თუ დაბალიაო და მე მოჭრა. და მაღალია თუ დაბალიაო, იმიტომ რომ დამარი მარტო მაღალი. 2-3 შვილი ხარმე ხაზა სკურჭა და გაუკეთა. ზუსტად, კი. ასე იგი, გავურძელოთ. 1-დან 1000-მდე უნდა ჩაიქრო რაიმე რიცხვი, აი წარმოიდგინე გათამაშებაში იღებ მონაწილეობას და ხო შეგხვდეთ გაი რენდომ რიცხვი დაწერეთ. და მე რენდომ ადამიანი აირჩევა და შეიძლება შენი დაწერილი რიცხვი ირგვლიანი აღმოჩნდეს და გათამაშებაში მოიგო. ესეთი 1-დან 1000-მდე შენი აზრით რომელი ირგვლიანი რიცხვი იქნება და ეგ მიუწერე აი ამ გადაწყვეტილებას. მე არ შემოხედავ, აი ესე იქნები. ესე იგი, რიცხვი მიუწერე რიდან და გაკვევით. გულთან ახლოს გქონდეს მაინც ორიგინალისთვის. თუ გინდა მაგიდაზე დადე ისე რომ უბრალოდ თავარი არ ჩანდეს, კარგი? კარგი. რაღაც სამი გადაწყვეტილება გვაქვს. რომელიც მე წარმოდგენა მაქვს შენ. რაზე იქნება? როზოდიაკო ქალაქი და თუმცა რიცხვი ახლა სამი წერია. ეს არის მესამე ექსპერიმენტი. მოდი შევაჯამოთ რა ძალიან გზა. ხო. მოკლედ რა შევაჯამოთ. კიდევ ერთხელ რა ვთქვა, ჯერ უყურეთ ამ ფოკუსს ძალიან ემოციები იყო, ამას პირველად რო უყურე. მაგრამ ჩვენ ხა იმ ტიპებისთვის ვაპარაკობთ, ეს უკვე აყურები აქ ეს ვიდეო. დიახ. მოდი შევაჯამოთ. ნიკას დააწერინა ზოდიაკო და ქალაქი, ილოს დააწერინა სამი რიცხვი. შემდეგ რენდომ რაღაცა ნომერს კრიფავს თავის ტელეფონზე. იქ რეკავს და ამ ადამიანს რო ვკითხავთ ამ სამ რაღაცასო, ზუსტად იგივეს გვეტყვისო. ამ ფოკუსის მთელი სრთულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილი იყო ის, რომ ამათ ააკრეფინა ნომერი. მარტო ის კი არა რომ გამოიწვო მაგ დაწერილი, ანუ ამათ ააკრეფილი ნომერით სკურჭა რა და. ხო, მე ეს ვაფშე კომენტარებში დავიკითხე, ანუ ეგრევე უცებ არ მომხსნა კიდე რომ დიდი ალბათობით რამე აპლიკაციით რამე საშუალებებით ამათ რა ნომერიც არ უნდა დაეკრიფათ, აი დაირეკებოდა რაღაც ნომერთან, რომელიც აწყობდა ამას. კი ბატონო, ეგ ყველაზე მარტივი მოსაგვარებელია. ხო რა. მაგრამ მარტივ მოსაგვარებელია ჩვენი ახსით რომ აპლიკაცია ან რამე არის თუ ანუ თუ ეგ არ არის ეგ ვაფშე მაგარი ფოკუსი გამოდის რომ თუ მაგრამ ალბათ ეგეთ რაღაც ჩელენჯია მაგრამ ნახე აქ ნახე მეორე შეკითხვა არის ეს დაფადადეს აი ესე ქვემოთ ხო მაგით თქვი ვიდეოს სლეში რომ ჩვენი თეორია გაფუშტა მოიცადე პასტას აგვირდები მოიცადე ამ დაფაზე შემახედეთ ერთი თქვენ არა ხის დაფაა პლანშეტი არა აშკარა აი, მაშინ შეგვიძლია ასე რაღაც ჩავთ. ეს ადამიანი რო წერს ლოგიკური რაც იქნება არის, რომ კამერა ზემოთ, აი აქ კამერა. არა, მე ხო ათქმევინა დარეკვამდე კაცო. არა. ფოკუს ბოლომდე იდო ის. ნუ შენ პირველი თეორია თქვი რომ გამჭვირვალე ის რო გეგონა და რა აღმოჩნდა? ხო, მე პირველი თეორია ის თქვი რომ ეს ნაჭერი დიდი ალბათობით არის გამჭვირვალეც. და მაგიდა იყო შუშის. მაგიდა შუშის არა, მაგრამ კამერა ქონდა. რაც სამწუხაროდ აი აქ გამოჩნდა რომ არ არის ბასე. აი ეს უკან. აგე. აი აქ. მაგიდა არა ბიჭო გამჭვირვალე და არაფერი ვაფშე. არა შუშისაა მაინც. არა ხის მაგიდა. ხო მაგრამ რამხელაზე ირეყლოს ხის მაგიდა მასე ირეყლავს შეხედე. კაი გაპრიალებული ხის მაგიდა. არა ამას შეიძლება რაღაცის ჩათქმა. აუნი. კი მე მგონი რომ აი აქეთ შეიძლება. მე ვაქვს ვარაუდი რომ პასტა იყო რაღაც motion სიმახსოვრები და აპლიკაციით რა მეგეთი. ეგ შეიძლება ეგეთი არის. შეიძლება ვაფშე ფოკუსნიკების პასტასავით არ მშობლურ პასტას გავს, მაგრამ რამე აპლიკაციას აკავშირდება და motion-ი გიჩანს ტელეფონში. ბაჟოს ეგეთი კალამი არსებობს. ანუ ტექნოლოგიაა სოლუცია. ხო, ეგეთი რაღაც გონია. რომ ანუ პასტა იმახსოვრებს მოძრაობას და ტელეფონში ნახულობ რა იწერება. მე მგონი ეგ არის. მოკლედ ყველაზე ლოგიკური ახსნა არის ეგ რომ პასტა არის ესეთი რომელიც იმახსოვრებს ანუ აპლიკაციას აკავშირდება და ხედავ რა დაიწერა ნომერი ისეთი აპლიკაციითაა გაკეთებული რომ ირეკება ამათ ვიღაც ადამიანს რომელსაც უნდა რომ დაერეკო და იმ კაცმა უბრალოდ კარგად დაიმსახიობოს რომ ვაიმე მეღადავებით როგორ რა გავაკეთო ვიხარ კი ბატონო და მაგრამ ეს თლად 100%-ით ვერ გავშიფრო ხო ეს ძალიან რთული ფოკუსია პროსტ ჩვენ ახლა ვარაუდობთ შეიძლება ეგეთი აპლიკაციაც არ არსებობდეს შეიძლება ეგეთი პასტაც არ იყოს შეიძლება არაფერი არ იყოს ვაფშე ეგეთ რას ვამბობთ შეიძლება მართლა ფსიქოლოგიურ ხრიკებს უკეთებს და გამოიცნო წინასწარ რა ჩაიფიქრებდნენ არა მოკლედ ახლა მილიარდი ქალაქ შეიძლება და ნუ მილიარდი არა პირველ მნიშვნელობით მაგრამ ბიჭო ანუ პას მე ის არ მომეწონა ეგეთი ციფრი რო დაწერა 999 ძალიან ისეთი მარტივად მისახოდი 457 რო პასა რაღაცა ეგეთი უფრო იქნებოდა მოკლედ ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ ნახევრად ამოხსნილია ეს ფოკუსი ანუ გავაგვიდა ვიდეოში შემთხვევით მართლა ამოუხსენეთ ერთი ფოკუსი
ბიჭო არ მე ხა დავასაუბრებდი რომ მეთქი იმ დამა იყო ერთი თქო პროსტა რაღაცა ისეთი ესხა რაღაცა სუნი ქონდა და უბრალოდ ისეთი სუნია რომ ვერ ამჩნდებოდა ტვინზე ეფექტს ახდენს და სუნი რომ მოვიდა დამაგულდა და ავტომატურად შეფოვიდა აირჩია და ამან ხო იცოდა რომ იმას ქონდა სუნი და ეს რაღაცა უნდა მეღადავა მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე 23 დამაგული იყო იქ და ბიჭო ანუ ხო აშკარად და მე ვაპირებდი იმის თქვას რომ აი შავ მაგიას იყენებს და ახლა გელაშვილი ადრე გეია იყო და მიგრელი იყო და რა ვიცი ხალხო აი ისევ შევაჯამებთ რომ არაფერი ცუდს არ ვაკეთებ და არაფერი პირადული კაც ფოკუსი არის ხუმრობასავით ერთხელ რო გაიკეთებენ და მე მიხვდები რა არის მისი აზრი მეორჯერ აღარ გამოვა გენიუსი ანუ ფიზიკურად მასეა ხო და ჩვენ მსგავს ვიდეოებს კიდე ბევრს გავაკეთებთ ასე რომ ფოკუსი ნიკევო ეხლა ჩამოვუყვეთ ამას ამის დროს და ყველა ფოკუსი ვიდეოში ჩვენ სადარაჯოზე თქვენ ფოკუსები არ გამოგივა ვინმეს რა არის ესეთი ვიდეო არა რომ ნახეთ ფოკუსი სადღაცა შოუში ნახე მქონდა როგორ კეთდება და ახსილი მქონდა და მოდი დავაექსპოზოთ და მართლა რაღაცა გავუკვეთ არა იმ მომენტში ამოვხსენით მართლა და შემთხვევით დავინახეთ შეამჩნია უბრალოდ რაღაც დებილობა და მაგიტო მოხდა თორე არ იყო ეს ვაფშე სხვა გაზახო ხურობით ვაპირებთ ყურებას უბრალოდ და ეგ არის ანუ ხო ჩემი თეორია თელეპოდი ის იყო რომ დაასხა რაღაცა სუნი მიუვიდა და უნდა მეკაიფა მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე ამოსახსნელი არ იყო ეგ რთული ყოველ შემთხვევაში ისიც არის სათქმელი რომ ძალიან საინტერესო კონტენტს აკეთებს ძალიან ლაშა ამიტომ მისი არხი იქნება აღწერაში და გამოიწერეთ და ბარემ ჩვენიც გამოიწერეთ ეს განადაცემა ბევრჯერ აკეთებული ამდენი ფოკუს მოფიქრება საკაიფო გადაღება ედიტინგი ყველაფერი ძალიან კაი ხარისხიანი ვიდეოები გამოდის და მაგრამ მევასება ნამდვილად გამოიწერეთ ჩვენი არხით მე ლაშას არხით გამოიწერეთ უფასოა აქცია ასეთი რომ უფასო შეგიძლიათ გამოიწეროთ და დაწერეთ თქვენი საყვარელი ფოკუსნიკი და დავაექსპოზებთ ჩვენ ყველა ფოკუსი რომელიც თქვენთვის ამოუხსნელია ჩაგვი კომენტარით და ჩვენ მოუვლით მაგრამ ლაივში გავალ ისე ამბობთ მე თვითონ გავაკეთე ვაფშე თუ მოვიდა გადლობა დახოლდის